Akcizis გადასახადი 6 წლამდე ავტომობილებისთვისაც იზრდება. Ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია და განხილვის პროცესშია. ცვლილებების თანახმად გამბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე ავტომობილებისთვის კუბურ სანტიმეტრზე 1.5 ლარით განისაზღვრება, როგორ აფასებენ ავტოდილერები კანონის შესატან ცვლილებებს და ასევე რა გავლენა აქვს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ავტობიზნესზე. მარი მელიქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგრის მოდელი კიდევ შეიცვლება. საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი ამ წუთებში პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ახალი ინიციატივის მიხედვით 6 წლამდე ავტომობილების გამბაჟება ძვირდება, კერძოდ გამბაჟების საფასური 0-დან 6 წლამდე მანქანებისთვის კუბურ სანტიმეტრზე 1 ლარითა და 50 თეთრით განისაზღვრება. 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილებისთვის კი გამბაჟების საფასური თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე 4 ლარი და 50 თეთრი იქნება, რაც ცნობილი ჯერ კიდევ გასული კვირის ხუთშაბათს კამ პროექტის დაანონსების დროს გახდა. ავტობიზნესში ჩართული პირები მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას ახმაურებიან და ამბობენ, რომ ძველ მანქანებზე დაწესებული ახალი ტარიფები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რადგან ძველი ავტომობილის გამბაჟება, რომელსაც მომხმარებელი პირობითად აუქციონზე $1,500 შეიძენს, შესაძლოა $3,000 დაუჯდეს. აქედან გამომდინარე, სექტორში ფიქრობენ, რომ ახალი გადაწყვეტილება ნეგატიურად დაეტყობა როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას. ავტოიმპორტიორ კომპანიებში ვარაუდობენ, რომ მათ გაყიდვები მნიშვნელოვნად შეუმცირდება. თავად ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ ახალი კანონი ნეგატიურ გავლენას იქონიებს რეექსპორტის კუთხითაც. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი აქციზის სისტემა მოიცავს ავტომობილების ასაკობრივ დიფერენციაციას, ის პრაქტიკაში არ ქმნის საკმარისად ძლიერ სტიმულს ავტოპარკის განახლებისათვის. არსებული მოდელი სრულად არ შეესაბამება სახელმწიფოს პრიორიტეტებს ავტოპარკის განახლების, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში. სწორედ ამ მნიშვნელოვანი გამოწვევებიდან გამომდინარე მომზადდა კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგრის მოდელის ცვლილებას. კერძოდ კანონპროექტით 0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრება 1 სანტიმეტრ კუბზე 1.5 ლარის ოდენობით, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემთხვევაში აქციზის გადასახადი განისაზღვრება 1 სანტიმეტრ კუბზე 4.5 ლარის ოდენობით. ეს კანონი ძალიან ცუდად როგორც ბიზნესზე, ან ბიზნეს შეუმცირდება გაყიდვები, რადგან გაყიდვების 65% მოდიოდა 6 წელზე უფროს ავტომობილებზე, შესაბამისად გავარდება გაყიდვები, ასევე იმოქმედებს მოსახლეობაზე, რადგან ძირითადად გაყიდვებიდან გამომდინარე 65% იყო 6 წლამდე ავტომობილები, მოსახლეობას მოთხოვნილება ამ ავტომობილებზე ქონდა. შესაბამისად ვერ იყიდიან ახლა ავტომობილებს და მოუწევთ უფრო დაბალ სეგმენტზე გადასვლა. შეიძლება ასაკობრივად უფრო ახალი ავტომობილები იყიდონ, მაგრამ არა პრემიუმ კლასის ავტომობილები. რეექსპორტზე იმოქმედებს პირიქით ნეგატიურად, როგორც შეზღუდვა მოქმედებდა, იმიტომ რომ ადგილზე ვერ გაყიდდა ავტომობილს ეს ჩვენი ქართველი დილერი და უცხოელი დილერები დაელოდებოდნენ, როდის ასე ვთქვათ გავიდოდა ის სამთვიანი საშეღავათო პერიოდი და მე ნაკლებ ფაში მოსთხოვდნენ ავტომობილის გაყიდვას. აქაც ახლა რომ გაიგებენ, რომ ქართულ დილერს საკმაოდ უძვირდება გადასახადი, შეიძლება ითქვას, რომ უფრო უარესიც არის, რომ გაუძვირდება, დაელოდებიან ისევ ამ სამთვიან საშეღავათო პერიოდს, მე მივნენ და რა ალტერნატივა აქვს, ან უნდა გაატანოს ძალიან იაფად, ან კიდე დამატებით თანხა უნდა გადაიხადოს, რომ ავტომობილი შეინარჩუნოს და დილერს ჩამოყავს მანქანა არა იმისთვის, რომ სახში გააჩეროს და საკმაოდ ძვირი გადაიხადოს, არამედ იმისთვის, რომ რაღაც 2 თეთრი დარჩეს და ოჯახში შემოსავალი კონდეს. ავტოიმპორტერები იმ გამოწვევებზეც საუბრობენ, რომლის წინაშეც ისინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა დააყენა, როგორც სხვა ქვეყნების ავტოდილერებს, ისე ქართულ ავტოიმპორტიორ კომპანიებსაც გარკვეული დაბრკოლებები შეექმნათ მანქანების ტრანსპორტირების პროცესში. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შემდეგ განსაკუთრებით გართულდა ავტომობილების ჩამოყვანა ჩინეთიდან და იაპონიიდან, ვინაიდან სწორედ ამ სრუტის გავლით ხდებოდა იმპორტი. ახლა კი გემებს უწევთ წრის დარტყმა და აფრიკის კონტინენტის შემოვლვა. ეს კი ზრდის როგორც ტრანსპორტირების ვადებს, ისე ხარჯებს.
მანქანებს. პრობლემები შეიქმნა მანქანების ჩამოყვანაზე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, კერძოდ მხოლოდ კალიფორნიის შტატიდან, საიდანაც საქართველოში მანქანები ასევე ჰორმუზის სრუტის გავლით ჩამოდიოდა. როგორც ავტოიმპორტიორ კომპანიებში აცხადებენ, ამჟამად გემებისა და კონტეინერების სერიოზული დეფიციტია. ავტოდილერები გლობალურ მარკეტებზე მანქანების ამჟამინდელ გასაყიდ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამერიკულ ავტოაუქციონებზე მანქანების 30%-ს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობდნენ. ომის გამო კი ეს სეგმენტი აუქციონებში მონაწილეობას აღარ იღებს, რის გამოც გაყიდვები შემცირდა, ამან კი ფასებზე ზეწოლა იქონია გაიაფების კუთხით. ირანის კონფლიქტმა გამოიწვია ის, რომ საკმაოდ დიდი დეფიციტი არის, ასე ვთქვათ, გემებზე და კონტეინერებზე და ამან უკვე გავლენა იქონია ბუნებრივია პირდაპირ თუ ირიბად ჩვენ ბიზნესზე. და გითხრათ, თუ ამერიკის საზღვაო ხაზები, ამერიკიდან წამოსული გემების საზღვაო ხაზები არ იკვეთება ჰორმუზის სრუტესთან, მაგრამ სამაგიეროდ აზიიდან წამოსული ავტომობილები გარკვეულ შემხებლობაში არის, ხო? ეს მარშრუტი მდებარეობს, ანუ ეს საზღვაო ხაზები ამ მარშრუტზე მდებარეობს. ამიტომ როგორც აღმოსავლეთის მიმართულებით იქონია უშუალო პირდაპირ, ისე დასავლეთის მიმართულებით იქონია, მაგრამ ირიბი გავლენა, თუნდაც იმიტომ, რომ კიდევ როგორც გითხარით, კონტეინერებისა და გემების დიდი დეფიციტი გვაქვს. ყველაზე დიდი მომხმარებელი ავტომობილების აუქციონზე ყველაზე დიდი მონაწილეები იყვნენ ემირატების დილერები. რადგან გაყიდვების 30% რო გენახეთ აუქციონზე, ეგენი მონაწილეობდნენ ყიდულობდნენ. შესაბამისად, ამაზე რაც ომი დაიწყო, ვერ ყიდულობენ ავტომობილებს და ფასები დაწეულია, შეიძლება ესე ითქვას. საქართველოს ჯერ არ დაეტყო ეს, რადგან თვითონ ხალხს რო ავიღოთ არ ეშინია ჯერ ამ ომის გადაგია საქართველოში მანქანის წამოყვანა, მაგრამ გვაქვს ლოჯისტიკური პრობლემები. ლოჯისტიკური პრობლემები არის კალიფორნიიდან გამოგზავნილ ავტომობილებზე, რადგან ისინი მარშრუტზე მოდიოდნენ, ხოლო ეხლა უწევთ წრეს დარტყმა და აფრიკას უნდა შემოუაროს, თქო და ისინი ამოვიდნენ. შესაბამისად, დროში იწელება 2 კვირით მეტი უწევს ვადა ტრანსპორტირების და ასევე ფინანსურადაც ჯერ არ შეგხვებია ჩვენ გაძვირება, მაგრამ უახლოეს მომავალში ველოდებით რომ გაგვიძვრდება კონტეინერები. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ავტომობილების იმპორტი შემცირებულია, კერძოდ 2026 წლის იანვარში საქართველოში იმპორტირებულია თითქმის 150 მილიონი დოლარის ღირებულების 9264 ერთეული მანქანა, რაც 39% ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.